მნიშვნელოვანი ტრანზიტი გვაქვს შავმთარე გადადის 20 დეკემბერს მშვილდოსანში. რას მოიტანს ეს ტრანზიტი? რა მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შავმთვარეს ჩვენს ცხოვრებაზე? როდესაც შავმთვარე რომელიმე ნიშანში გადადის, უკვე იმ ენერგიასთან ახდენს ფაქტიურად ჩრდილოვანი მხარის ამოტივტივებას. ყველას ეხება ხოლმე, ყველას გვაქვს რაღაც საცთურები, ცხოვრებისეული, ან ფსიქოლოგიურ დონეზე, ან რეალურ მოვლენებში. ძალიან დასაკვირვებელი არის ყოველთვის შავმთვარის მდებარეობა, იმიტომ რომ ის ამოყრის ჩვენში იმას, რაც უბრალოდ უკონტროლოდ იყო არ ჩანდა. მშვილდოსანი ჩვენთან არის კავშირში იდეოლოგიასთან, ღირებულებებთან, ფართოხედვებთან. შეიძლება გქონდეს ეჭვები, ჩემ ცხოვრებაში სწორი გზა მაქვს არჩეული, აი ძალიან ფილოსოფიური კითხვა, ზოგი საერთოდ ვერ იგრძნობს შეიძლება ამას ესე კითხვას კი არ დასვამს პირდაპირ, მაგრამ ექნება განცდა, რომ თავის პროფესიაში არ არის იქ, სადაც უნდა იყოს. შეიძლება მოუნდეს ახალი რაღაცის სწავლა, მაგალითად და მიატოვოს ძველი. შეიძლება გქონდეს განცდა, რომ ვიღაც არ არის სწორ გზაზე და უნდა ჭკუა ასწავლოს და ძალიან ისე მკვეთრად იდეოლოგიური ბრძოლაც კი დაიწყოს ადამიანებს შორის, რაც არის გასაკონტროლებელი, დასაკვირვებელი, იმიტომ რომ აი ახლა გამოცდა იქნება ჩვენ რამდენად გჯერა ჩვენი გზის და რამდენად სწორად მივდივართ. იყოს ის განცდა, რომ მე რა გზაზეც ვდგავარ, შენც იმ გზაზე უნდა იდგე და იყოს თავს მოხვევის მცდელობა. შეიძლება იყოს პოლიტიკური ნიადაგზე დაპირისპირებები, მაგალითად დაპირისპირება უცხოელებთან. შეიძლება იყოს განცდა, რომ უცხო კულტურა მიუღებელი არის, ან პირიქით გვიზიდავს ძალიან. ხო, შეიძლება აგრესიაც გქონდეს, ხო, გაფართოების კი რაღაც ახალი ვისწავლო, ხო. ზოგ შეიძლება გქონდეს განცდა, რომ არაკომპეტენტური არის. არ არის საკმარისად მცოდნე და ეჭვი შეეპაროს თავის ცოდნაში. შეიძლება ჩვენ წავაწყდეთ სამსახურებში არაკვალიფიციურობას. მასწავლებლებს შეიძლება შეექმნათ ახლა ცოტა ან პრობლემები, ან დაპირისპირებები პედაგოგებს, მეცნიერებს, უცხოელებთან დაკავშირებული პრობლემები, საიმიგრაციო თემასთან დაკავშირებული პრობლემები და ზოგ შეიძლება ემიგრაცია მოუწიოს, ან მოუნდეს წასვლა. ზოგ შეიძლება გქონდეს იდეოლოგიური კრიზისი, უბრალოდ ცოდნის კრიზისი, რომ მე არ ვიცი საით მივდივარ საერთოდ, რა არის ჩემი გზა, ამაში ეჭვი მეპარება, ან მანამდე ვიცოდი, ეხლა შეიძლება არ ვიცი. ან პირიქით, ვიყოთ ძალიან დარწმუნებული, რომ ეს არ გვინდა, წავიდეთ ახალი გზით, მაგალითად ზოგმა შეიძლება პროფესია არასწორად აირჩიოს. მერე გავა ეს 9 თვე და აღმოჩნდება, რომ მე აქ რაღაცნაირად დავიბენი, რა მინდოდა ამ სფეროში, ხო? ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ტრანზიტზე, იმიტომ რომ სერიოზული ღერძის და გზის მიმართულების ცოტა აღრევა წავა.